Ვინდა ამ ქვეყანაში გვეცხოვრებოდა და ჩვენი მაშვილებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება შეძლო. რუსეთ-უკრაინის ომი და ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე ვინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ქართული ოცნებისგან? დაჟინებით ცდილობდნენ ჩვენ ჩათრევას და მეორე ფრონტის გახსნას. კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა. შეიძლება მე მონაყოლიც გავიხსენო, თქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის. რა საფრთხეს ქმნის LGBT პროპაგანდა და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებამ? პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის. ეკონომიკური აღმავლობის ისტორიული ნიშნული რამ განაპირობა საქართველოს ლიდერობა საერთაშორისო ინდექსებსა და სხვადასხვა სექტორის რეიტინგებში. ესეთი ეკონომიკური აღზევება დღეს ქვეყანა არ არის მეორე საქართველოს პირველ ადგილზე ვარ მთელ სოფლიოში საოცრებო ხდება საქართველოში. 5 დღე გადამწყვეტ არჩევნებამდე რატომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის? ამ ომმა შეცვალა ყველაფერი. ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ვისაც ქვეყანა უყვარდა, ვინც პატრიოტია, გამოვიდეს არჩევნებზე. ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან იმედის ეთერში. მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ ინტერვიუსთვის. ტელეკომპანია იმედის მაყურებელისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების წინ უშუალოდ თქვენგან მოისმინოს თუ როგორ აფასებთ პოლიტიკურ ვითარებას და რაც თავარი რა ხედვა გაქვთ ქვეყნის განვითარების და ქვეყნის მომავლისთვის. დავიწყოთ აქტუალური პოლიტიკური მიმდინარე თემებით. როგორც ხედავთ, საარჩევნო კამპანია ხასიათდება ძალიან უხეში გარეჩარევით, არის კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, შეიძლება უფრო მეტი იყოს ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს მიმართებაში, მე გულისხმობ დეზინფორმაციას, შესაძლო სანქცირებას და სხვა ტიპის შემოტევებს და თან გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ არის რისკი გარკვეული პროვოკაციების. ასევე გვესმის სულ უფრო ხშირად აპელირება არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ. დაახლოებით ასეთი არის საერთო სურათი, თქვენ როგორ აფასებთ მას და რა სელით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რადიკალური ძალებისგან? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. განსაკუთრებული გარემო ეს შემიძლია ხაზი გაუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია ესე ვერ ვიტყოდი, რამე თუ პირველი შეფასება უკვე გააკეთა უთუოდირმა და საკმაოდ პოზიტიური. სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ მათ რიცხვში ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან თქვათ ოპოზიციურ სპექტრთან. მაგრამ რასაც მინდა ხაზი გაუსვა თავშივე რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე ქართულ ოცნებას და ქართულ საზოგადოებას. აი დეჟავიუ ძალიან ბევრია ისეთი რაც უკვე გვინახავს. ამასაც დავასწრებ მოვლენებს, სანამ ანალიზს გავაკეთებდი უფრო თქვენ შეკითხვაზე და გეტყოდით რომ არაფერი არ მოხდება. მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი. ოღონდაც ერთ რამეს აქვე გავუსვავ ხაზს, ალბათ კითხვების შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება გავაკეთო ამაზეც აქცენტები, რომ მეორე დღე არ არის გადამწყვეტი. ყველა დღე ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თუ ორი თუ სანამ ომი არ დასრულდება, არის ყველა შეიძლება პირობითად მეორე დღე უწოდო, იმიტომ რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული მდგომარეობა გეოპოლიტიკურად და შესაბამისად გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე. კონკრეტულად განცხადებები ძირითადად შანტაჟის შემცველია. მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივაც და კოორდინაციას ამისას რა თქმა უნდა აკეთებს ჩვენ ასაც ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. მე პატრონებს ჩვენი თავდადებული ოპოზიციის. მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა. პირიქით, მე რასაც უყურებ და რეგიონებში დადივარ, მობილიზება უფრო დიდი, საზოგადოება გაცნობიერებული, უფრო ღიზიანდება ესეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად ობიექტურობას სცილდება, ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა, ისაც სურვილიც ჰქონდა, ჩემი აზრით ამან პირიქით შედეგი გამოიღო. რაც შეეხება დაჟდას და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთეს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკვე შედეგი გამოიღო და არ იმუშავა და ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქეთ კიდევ ველოდებით თუ არა, მე პირადად აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები, აი დარწმუნებით აბსოლუტურად, რამე თუ მთელი 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონების კარგად ვიცი და ქალაქიც ყველაფერმა ამან გამოიღო. უკვე შედეგი ელემენტარული მიზეზის გამო, რამე თუ ეს იყო
არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი. და ზოგადად დავასწრებ მე თქვენს კითხვებს და მოგვიწევს აუცილებლად, როდესაც ოპოზიციაში ვეხებით, სხვა მოვლენებში ვეხებით, ალბათ ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ ტერმინებსაც და უფრო სწორ ტერმინებსაც ეღერებენ ჩემი თანაგუნდელები მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ მათ რიცხვში. ლიბერალური იდეოლოგია, მე ვეხმარ სიტყვას ტერმინს უფრო ფსევდოლიბერალურს, ზოგადად მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს. შეიძლება რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ქონდეს, მაგრამ თავარია როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ვირტუალურ რეალობაში მოიყვან როგორც რეალობაში საზოგადოებას. აი ის განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველოს არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში ხევს უკან, რომ საქართველოს შორდება ევროპას, ხო ამ ტიპის განცხადებები მოდამ. ამავდროულად იგივე ხალხი თქვა და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს დემოკრატიაში უკრას ეძახდნენ საქართველოს ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის დროს, რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გამონათლებობაში არის ძალა, აი დაახლოებით ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიცნობთ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვეხატავდნენ, მაგ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ. მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზირებული. განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებთ. ის ფსევდომედია რაც იყო, პრინციპში ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა ეს იდეოლოგია, რასაც ლიბერალურს უწოდებენ დღეს ლიბერალები. საკმაოდ არ ვიტყოდი, ძალიან სახიფათოა და ის იდეოლოგები ვინც არიან და დამფუძნებლები ამის, პარალელურად რა თქმა უნდა ახერხებენ, როგორც საქართველოში მოახერხეს, ისე ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მედიის ტოტალურ მონოპოლიზებას, განსხვავებული აზრი არ ისმის, კრიტიკული აზრი არ ისმის, შესაბამისად ვირტუალურ რეალობას ძალიან ხშირად საზოგადოებას აცხოვრებენ ვირტუალურ რეალობაში და გონიათ რომ ესაა რეალობა. ამის მცდელობა საქართველოში არ იმუშავებს, ეს ვერ გაუგიათ. ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატია. აბა ნახეთ რამდენი ტელევიზია, რამდენი ცნო თუ გინდათ კიდაც ამდენს გახსნიან კიდევ ხალვე. ეს არ არის ის დრო რა დროც იყო, გახსოვს ხო თებშები როგორ დაგვიყადაღეს და როგორ გვიგზავნდნენ რომ როგორმე დამოუკიდებელი ინფორმაცია ქონებოდა. საინფორმაციო წყარო ქონებოდა. საქართველოში დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია. ისეთი დემოკრატია დღეს საქართველოში, რის საფუძველზეც ევროპა გახდა ესეთი მომხიბვლელი. რაც სამწუხაროდ მე მგონი დღეს ევროპას აგლია. აი ესეთი განცხადებები გვესმის მათ რიცხვში ევროპიდან, ამერიკიდან, საერთოდ დასავლეთიდან, მაგრამ ავიცნობთ თავარი. ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამე თუ არსებობს განსხვავებული აზრი, არსებობს განსხვავებული მედია და ეს არის და გვაქვს დიდი გამოცდილება უკვე ამის. ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, მათი მცდელობები 1000-ნაირი ტიპის არ იმუშავებს. ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინო ყველა, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაზაბული. ძალიან მძიმე გეოპოლიტიკა არსებობს დღეს და მძიმე რეალობაა მთელ რეგიონში და ამას უნდა ანგარიში გაუწიოთ აუცილებლად. რა საფრთხეებს ქმნის ეს რეალობა საქართველოსთვის? ახლა რა გეოპოლიტიკური ვითარებაც არის ამის აღწერაზე ჩვენ დროს არ დავკარგავთ ჩვენმა მაყურებელმა, ისედაც იცის რა მდგომარეობაა რეგიონში, რა რისკებია უშუალოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ. ჩვენი ქვეყნის რისკები რომ კარგად გავითვალისწინოთ, ცოტა ვახლოს ისტორიას ცოტა უკან გადავხედოთ, გავიხსენოთ 2008 წლის ნატოს სამიტი, სადაც უკრაინა და საქართველო არ მიიღეს ნატოში და ეს მიაბრალეს სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ რეალობა სულ სხვა, მის განმარტებას მე ახლა არ შევეცდები, მე ეს ვიტყვი რომ არ მიიღეს საქართველოში, იმიტომ კი არა ვიღაც ერთმა თუ ორმა ქვეყანამ დაბლოკა. არამედ ვინც არიან რეალურად მარტო ნატოს კოორდინატორები, ამაზეც არ გავჩერდები დღეს ამ წუთში, ვინც მართავს რეალურად ნატოს როგორც იმართება, მათ არ ქონდათ სურვილი უკრაინას და საქართველოს მიღების ელემენტარული მიზეზის გამო. თუ უყურებთ დღევანდელ მოვლენებს, ჩვენთან სამეზობლოში ომია, იცით, ძალიან მძიმე დღეშია უკრაინა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო რუსეთთან ომია. უფრო ადრე ჩვენ მქონდა 2008-ში, თუ გაესწრებთ. ძალიან ნული გასახსენებელია, იმიტომ ძალიან მძიმე დღეები გადავიდანეთ. და ძალიან ბევრი განცხადებები კეთდება დღეს თუ დააკვირდებით დასავლელი პოლიტიკოსებისგან. რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნატო არ ჩაერთოს რუსეთის ომში.
ჩვენ მივცემთ უკრაინას იარაღს, მივცემთ ფულს, მივცემთ ყველა საშუალებას, მაგრამ ცოცხალი ძალა უნდა იყოს მხოლოდ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ. ძალიან ბევრი განცხადებებია მაშინ არაფერი. ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ევროპიდან თუ ამერიკიდან აკეთებს, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ ნატო ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. აი ეს უკვე 2008-ში იყო, რა თქმა უნდა, დაგეგმილი. საქართველო და უკრაინაც სწორედ ამისთვის ინახავდნენ. სწორედ ამიტომაც არ მიიღეს ნატოში. ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა უკვე ამ ფონზე და 2008-ში უკვე პირველ ომში ჩაგვრთო და შედეგებზეც ახლა არ ვესაუბრებ, თუ თქვენ კითხვები გაგიჩნდებათ, მე შემიძლია უფრო დაწვრილებით ამაზე გესაუბროთ. და უკრაინა. უკრაინაც 2022-ში ნახეთ მზადება როგორი იყო, როგორ უნდა საქართველოსში მეორე ფრონტის გახსნა. ეს რიცხვი 22 როდის დაიწყო თებერვალში დაიწყო მგონი 22. ხო, ეს ზუსტი განსაზღვრული არავის არ ქონდა. წინამდებარე პერიოდსაც თუ გაიხსენებთ და მე უყურებდი ტელევიზიებს, ძალიან მაინტერესებდა ინფორმაციას, ვიცოდი რომ რაღაც საშინელება უნდა დაადრიალებულიყო. არავინ არ იცოდა ზუსტად ეს ომი როდის დაიწყებოდა. რაღაც თვეებში და კვირეებში ვერავინ არ გეტყოდა თავს. აბა გაიხსენეთ გახარია 21 წელს, რატო ისე სასწრაფოდ გადადგა პრემიერ-მინისტრი. იყო კავშირი ამ მოვლენას. რა თქმა უნდა, ამ მოვლენას ელოდებოდნენ სწორედ, რომ საქართველოს ქონებოდა მზაობა ომში შესართავად. ქართული ოცნება არ იომებდა, იცოდნენ და როგორმე ქართული ოცნება უნდა შეეშალათ. ეს გააკეთებინეს გახარიას. შედეგი ვერ მიიღეს აქაც საბედნიეროდ, ჩვენ მოახერხეთ მობილიზება, მე მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება, ახალი წასული ვიყავი. ასე ახლოს არ ველოდი თუ განვითარდებოდა, თვითონაც არ იცოდნენ ეს როდის დაიწყებოდა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ ეს რომ უნდა მომხდარიყო, რაც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, რა თქმა უნდა, ვინც ამას გეგმავდა, მას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, ზუსტ თარიღი არ იცოდა, ამისთვის ამზადებდნენ საქართველოს. ეს იყო გახარიას გადადგომის მიზეზიც. სხვა დანარჩენი მიზეზი არ ჩანს ახლა, იქ ნაციონალური მოძრაობის მელი არ დაიჭიროთ და რაღაც ღაბრები იყო. მაგრამ თავარი მიზეზი იყო ამის ის, რომ ჩამოსულიყო ქართული ოცნების ხელისუფლება და მოსულიყვნენ ისეთები, ვინც საქართველოს ყისიერად ჩართავდნენ ომში. ეს მთელობები გრძელდება დღესაც და გრძელდება დაჟინებით. აი ეს არის ძირითადი საფრთხე, რისთვისაც საზოგადოება უნდა იყოს მზად. ამიტომაც არ გვაქვს არანაირი გადაცდომის ელემენტარული რესურსი. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, ძალიან მხიზლოთ, რომ არ მივიღოთ რაღაც უბედურება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ კარგია, ცუდია, კარგი მთავრობაა, კარგი რიტორიკა აქვს, კარგი არა, ან ვიქნებით, ან არ ვიქნებით. აი ეს არის, აი ეს საფრთხე გველის. ამავდროულად თქვენ იცით, რომ ახლო აღმოსავლეთშიც ძალიან დიდი დაძაბულობა და იქაც არ არის მარტივი სიტუაცია, ისიც არ არის ჩვენგან ძალიან შორს და ეს არის ის დიდი საფრთხეები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ჩვენ გვჭირდება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ რამე გადაცდომა არ დაუშვათ. თორემ მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება ვეღარასდროს აღარ გამოვასწოროთ. გასაგებია, მე დაუბრუნდები კრიტიკას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრდა და ცოტა ხნის წინ მაყურებელსაც შევახსენებ, რომ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში უშუალოდ თქვენთან დაკავშირებით თქვა, რომ გაქვთ მცდარი აღქმა, რომ ხართ სანქცირებული და ამის გამო უარს ამბობთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე და მას ჰქონდა ასეთი ფრაზა, რომ თქვენ პირად პრობლემას აყენებთ ქვეყნის ინტერესებზე წინ. თუ შეიძლება აგვიხსენით რა ხდება რეალურად. კარგია რომ დამისვით ეს კითხვა, სწორედ რომ პირიქითაა, რომ საკუთარი ინტერესები სახარჯოთ არ მინდა, რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს და ესაა მიზეზიც. ახლა მე შევეცლები რაც შეიძლება მოკლედ ეს ახსნა, თუმცა ჩემი ადვოკატები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს. რამდენად მეჩვენება, თქვათ და ვარ ვირტუალურ სამყაროში რომ ვარ სანქცირებული ამ დროს თუ მე არა ვარ, პატარა განმარტებებს გავაკეთებ იმის გაგრძელებას, თქვათ რაც ადვოკატებს, საზოგადოებებს ის უკვე აუხსნიათ ჩემს ადვოკატებს. ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას, რომ სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად. როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში ყველანაირი აქტივი თუ კი რა მიიღო ჩემი საზოგადოებრივ, ყველაფერი დააყადაგეს. მატრიცში ხელოვნების ნიმუშები, ვერტფრენი მქონდა შეძენილი, ისიც რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან. ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა, რომ საწყობიდან ვერ გამოვიდანე. ისეთი მიზეზები იყო, რომ სანამ ჟურნალისტები არ მოვაგროვეს, სანამ რამდენიმე თვე არ გავიდა და ნახეს, რომ დიდი ხმაურით დაზარალდებოდნენ და არაფერი არ ქონდათ. მაგრამ თავარი ის მოხდა, რომ ჩემი ფინანსური რესურსები, რომელიც შვეიცარიაში გამოჩნდა, ეს ის რესურსები არ არის, რაზეც მე სასამართლო მაქვს კრედიტ სვისთან, რომელიც კიდევ გრძელდება.
ორ ადგილზე ბერმუდასა და სინგაპურში. ეს აი რაც გადარჩა მაშინ დაღაჩაღებას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ ჩემი პირადი ანგარიში, რაც დაღაჩაღებას გადაურჩა, ის იგივე შვეიცარიის ბანკში გადავიტანე. ოღონდაც ტრასტი არის ეს სატრასტო მმართველობა ფინანსის სისტემა იციან, მე იძულებით იგივე კრედიტ სუისის ტრასტები უნდა დამეტოვებია, ოღონდაც სხვა ბანკში გადავიტანე სამართლებად. აი გამიჩერეს და წელიწად ნახევარი სასამართლოებში მატარეს. ბერმუდა და სინგაპურში არა, გერნსიზე წელიწად ნახევარი. გადარიცხვები, ჩვეულებრივ რაც ხდება საბანკო გადარიცხვები, კარგად მოგეხსენებათ, ერთი დღე და ნახევარი, ну მაქსიმუმ 2 დღე ჭირდება გადარიცხვას. წელიწად ნახევარი ამ ქონდათ თომა ჩემს რესურსებზე. თუ ეს ნორმა თქვა და მეჩვენება საზოგადოებამ განსაზღვროს თვითონ. და ის ფაქტი რომ ამის გაგრძელება წელიწად ნახევრის შემდეგ მე მივიღე თომა ჩემს რესურსებზე და დავიბრუნე ეს მეორე ბანკში და არა კრედიტ სუისში რაც იყო შვეიცარიის, აღვადგინე ესე ვთქვათ და დღესაც მაქვს თომა ჩემს რესურსებზე. ძალიან საინტერესოდ ვითარდება თემა სინგაპურსა და ბერმუდის სასამართლოებს. ნუ ბერმუდა მესამე ინსტანციაში წავიდა და ეს აპრილში იქნება. კი ბატონო, სინგაპურში მეორე ინსტანციამ დაასრულა და ფულის გადახდა დაავალა. კრედიტ სუის ეს ფული დეპონირებული იყო თვითონ სასამართლოში პირველი ინსტანციის შემდგომ. სინგაპურის სასამართლოში არის ესეთი კანონი, რომელიც ამის უფლებას იძლევა. 11 ივლისს მე მგონი დასრულდა. გამოიტანა დასკვნა სასამართლომ, რომ სასამართლო დასრულებულია მეორე ინსტანციის და ფული გადაიხადა. ესე იგი კრედიტ სუის არავითარი ვარიაციები აღარ დარჩა. ერთადერთი რამდენადაც ბერმუდა და სინგაპურში ორი ინსტანციაში იყო სასამართლო, იქ არის ფინანსების ნაწილი არის თანხმედრა. ორჯერ შეიძლება განმეორდეს ერთ-ერთი დაიბოდა იქაც სინგაპურზეც და ბერმუდაზეც თანხები, რომელიც პირველი ინსტანციის მერე დაარეზერვებინეს. კრედიტ სუის თანხების გარკვეული ნაწილი არის კვეთაში ერთმანეთთან გემეორდება. და ამას როგორც წესი ექსპერტები ითვლიან. ჩვენი ექსპერტი და კრედიტ სუისის ექსპერტი. ნუ ხალხ ამ დათვლას რამდენი უნდა ალბათ 1 საათი, 2 საათი. 11 ივლისიდან მოყოლებული სანამ დედლაინი ესე თქვა არ დაუსვა სასამართლომ 29 სექტემბრამდე მათი ექსპერტი თქვა შეუულებაში წავიდა რაღაც პრობლემები ჰქონდა, მოკლედ ითვალა ორი თვე ითვლიდნენ ამას. ხელოვნურად ჭიანურდება. და თქვენ წარმოიდგინეთ ამავდროულად ახლა ის თანხა პირველი დეპონირებული რაც იყო ნაწილი თქვა შემცირებულია, მაგრამ საერთო ჯამში ყოველდღიურად ამ დროს $100,000-ზე მეტი პროცენტის დარიცხვა უწევდა კრედიტ სუის. არავითარი გამოსავალი აღარ იყო, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს იყო, ფული სასამართლოში იყო, ყველაფერს აკეთებდნენ რომ გაეჭიანურებინათ. 2 თვის განმავლობაში. ახლა თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს ეს. მეჩვენება ტყუილად იხდიდნენ $100,000 დღეში გადასახდელი, როგორი დიდი ბანკის არ უნდა იყოს, არავის არ მოსწონს ეს, ხო? თანაც რისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ დრო გაეცალათ. ამ დროს კორელაციაში იყო განცხადებები დასავლეთიდან, რომ ივანიშვილი უნდა დავასანქციროთ, მეოთხეთ უკვე სასიცოცხლო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის უამრავი განცხადებები ამ ფონზე მოყოლებული, რომ ნახოთ 11 ივლისიდან, როდესაც სასამართლომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ექსპერტი იქით აჭიანურებდა, რომ ფული დროზე არ მიმეღო. აი ეს პროცესი ნახეთ და თვითონ ჩათვლეთ. ჩემი დამოკიდებულება ამ თანხისად მიიღო ესეთი მარტივი. ახლა შეხვედრებს რაც შეეხება. მე კიდევ პირველ ერთს ამერიკის, როდესაც შეხვედრა და შეხვედრებზე იყო საუბარი, კარგად განვმართე რამდენჯერმე. მე შეხვედრებზე წინააღმდეგი კი არ ეყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ, ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განვმართავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება. რამე თუ ვერცეთ გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამე თუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის ბულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი. ხელოვნური სანქციები რომ მომიხსნას, მე ეს კომპლექსი და რეალურად გამოჩნია. ყველაც ეს ადამიანს უნდა კონდეს ჩემი გადმოსახედიდან ეს რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან, მოდი მოვილაპარაკოთ. ნუ ეს კომპლექსი გამოჩნდა რამდენიმე დღის წინ თქვა მოხდა რაღაც გადადიხა. ხოლოდ ამ მიზეზით და რამდენიმე გზით განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, წერდი ამას ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ხოლოდ ამ მიზეზით. თქვენ თუ მოახერხებთ, მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს სადაც გინდათ, იქით მიმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია სხვა ფონდში გადავრიცხო. მაგრამ მე ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს დაბლოკილი არასწორად თანხები,
და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემ ქვეყანასთან არის კავშირში. მე ვერაფრით ვერ დაუშვებ იმას, რომ თუგან ჩემს თანაგუნდელებს თხოვო, რომ აი რაღაც საკითხი თხოვო არა, პოზიცია დავაფიქსირო. მოდი აი წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრა, ცუდი არ არის და ამ დროს ვიცი, რომ იქ შეხვედრა მქონდა, რასაც მე არ დავმალავ და ვერ დავმალავ და მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. აი ეს იყო მიზეზი და ამას მე კარგად განუმარტავდი, რომ მე მაქვს ეს კომპლექსი, რომ ქვეყნის მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნება როგორმე დამიბრუნო. და არა ის, რომ ჩემ ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. აი ეს იყო მიზეზი ყველაფერ ამის, რომ სწორედ რომ სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ მე პირადული ინტერესების გულისთვის რამე არ გავაკეთო და კარგად უმარტავდი ბოდიშს უხდიდი, რომ მე არ იფიქროთ, რომ დავხედი ვარ, არ იფიქროთ, რომ მე ამაყი ვარ. ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ამას არ იქნება არავითარი ფასი და ამიტომ ტყუილად უნდა დავიახლებით. ამიტომაც ვამბობ უარს შეხვედრებს. ეს იყო მის. სწორად გავიგეთ, ეს იყო ერთგვარი წნეხი ზეწოლის ბერკეტი თქვენზე, რომლის ქვეშაც უნდა მიგეღოთ რაიმე გადაწყვეტილება. როგორ გავიგოთ ახლა, როდესაც ფინანსებს ესე უხეშად გიჩერებენ, საკუთარ ისეთ სასაცილო პასუხებს მწერდა და იგივე ჩემი ტრასტი რომელსაც უნდა დაიცვას. ეს არის ტრასტის აზრი, ტრასტი ნდობაა, კარგად მოგესწრებათ, ნდობა ქვია ამ ორგანიზაციას, მათი მოგონილია რაც კრედიტის მაშინ. როდესაც თანხის გადარიცხვის თავაზობდი ჩემი ანგარიშიდან, ბოლოს ესეც სასაცილო პასუხებს ცენტრენ. ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ თქვენ შვილები შეერი არ დატოვოთ, რომ საცინად გვიგდებდნენ, რომ თქვენ ქონმოქმედებაზე ძალიან დიდი თანხები არ დახარჯოთ და ჯობია წახვიდეთ სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტოს, თქვენ გაქვთ თუ არა უფლება დახარჯოთ ფული, ისე როგორც თქვენ მოგესურვებათ. არა და მე ვიყავი ძირითადი, თქვათ, ვინც განგარგავს ანგარიშს და არასდროს მაგის პრობლემა არ ყოფილა. ეხლა თუ ისიც მოგეწონებათ და ვერ გაიგებს საზოგადოება, როდესაც 2 საათიან დასათვლეს, 2 თვე და ექსპერტი და ამ დროს შეუულებაშიც კარგად წავიდა და დაბრუნდა და ეს სანამ სასამართლომ არ დაუწესა დედლაინი, რომ 29-ს ვერ გადაცდები, თუ გადაცდები 29 სექტემბერს, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას და თქვენ არ დაგიზახებთ. იქნავდა 30-ში მიიღეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. აი ესა რეალობა. ნუ რა ვიცი, მეჩვენება შეიძლება ვიღაცამ თქვას მაინც რომ მოჩვენებები მაქვს ახლა ეს. ოპოზიციას არ მოერიდება მისი თქმის. აი ამ მოცემულობის გათვალისწინებით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა, როდის შეიძლება მოხდეს ეს და რაზე იქნება დამოკიდებული? მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაანძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა, ისაც ჰქონდა, ჩვენ არ ქონია მომდე პრობლემები. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, იმ წელიწადს არ გადააცილებს, ყოველ შემთხვევაში 25-ს შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და თქვათ ამის ასრულებას ხელი აღარ შეუშოლა კრედიტისმა და ეს დასრულდა, მე ღირსიერად სინაკვირაში უკვე დავურიგე ამერიკის ელჩს, ჰქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა. და ვთქვი, რომ ის მიზეზები რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზათა ვარ შესახვედრად. იქედანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანმრთელი. ძალიან ჯანსაღი, რომ იქედანაც სურვილი არსებობს ამის და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, მოვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა და მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ ცდილობას არ დავაკლებთ, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკების პროცესში და არჩევნები ამერიკაშიც დასრულებელია, ევროპაშიც ეხლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია. იმედია, რომ თანხმედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია, მე მგონი, დაუბრუნდება. პირვანდელ ჩვენ არ ქონია პრობლემები. რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა 100%-იანი თანხმედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ხო, ეხლა ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. მე ვფიქრობ, რომ ომის დასრულებისთანავე და პარალელურ რეჟიმში შევეცდებით, სულ ქონდა ცდილობა. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. მუდამ იყო ამას, თუნდაც ჩვენი ყოფილი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი გარეთ გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე რაღაც საოცრად ხისტი დამოკიდებულება მაქვს. არა, ღმერთმა დამიფაროს, ჩვენ ქართველები ძალიან ესე ვთქვათ, გენეტიკური გამოცდილება გვაქვს.
ძალიან რთულ რეგიონში ცხოვრობდით და ჩვენ ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ. მაგრამ ისე არა რომ ქვეყანა დავანგერიოთ და დავშალოთ ამ ფონზე, ესე ვერ გამოვა. ცდილობებით ჩვენ მქონდა და მე ამით გამოვირჩევოდი და კიდევ გავიმეორებ. ყოფილი გუნდისევრებს შეუძლიათ კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ. და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამის დასრულების პარალელურად და თანავე და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ეს ძალიან როგორ გითხრათ, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, ეიფორია ნუ გვექნება, ამას ჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველოს ამას ვერ იზავს და ამავდროულად უნდა ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხმდრაში მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რის იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს. ანუ გაზაფხულზე დასრულდეს, აი ესეთი იმედები არსებობს და ჩვენს ცდილობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდით. ამერიკის ელჩთან მომავალი შეხვედრის შესახებ დღეს შეგიძლიათ რაიმე მეტი გითხრათ, ან კონკრეტულად მოდის? მე მგონი არა. მე მგონი არა. საკითხები იქნება მთავარი ამ. მე საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვენს უკვე რომ მე ამას ხელოვნურად ბლოკავ და მე არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებს ზე მაღლა პირადოს ვაყენებ და ამ დროს პირიქით მე მგონი განმარტება საკმარისი გავაკეთე, რომ პირიქით მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ ხვდებოდი. ეხლა ეს მოიხსნა. სინგაპურის სასამართლო დასრულდა და ყველაფერი წესრიგშია. აპრილშია ბერმუდას მესამე ინსტანციის სასამართლო და იქაც არაფერი იქ სასამართლო მიდის, იმიტომ მხოლოდ დრო გააჯიანო, რომ იქ სასაცილოა, მოსამართლეები გაგიჟებული იყვნენ. რატომ შეიტანეთ სამოქალაქოში? სასამართლო დარბაზში დასაჯერები იყვნენ, და დაკითხვაზე იყვნენ, იმდენად ღია იყო ყველაფერი. იმდენად მარტივია ყველაფერი. ეხლა აღარ მოვყვები მე თელ ისტორიას, ადვოკატებს ბევრი აქვს ნათქვამი, მაგრამ დაწყებული იქიდან როგორ იძარცვებოდა ანგარიში და იმის შემდგომ როგორ გრძელდებოდა, იქ სხვანაირს ვერაფერს ვერ იტყვი გარდა იმისა, რომ ეს იყო შანტაჟისთვის გაკეთებული და იყო პირადად ჩემს. ესე იგი, გადავიდეთ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ამ საკვანძო საკითხებზე. თქვენ არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების და გასამართლების საკითხი. ნუ თქვენი ოპონენტებისთვის ეს ერთის მხრივ ის ნიშანია, რომ თქვენ პოზიტიური დაპირებები არ გაქვთ და მეორეს მხრივ ეს არის მუქარა და დაშინება და ასე მიდის ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებამდე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი და იქნება აუხსნათ საზოგადოებას, აი რატომ არის დღეს ამის აუცილებლობა და აქამდე რატომ არ მოხდა? პირველი იქიდან დავიწყებდი, რომ რატომ დღეს და რატომ უფრო ადრე არა. ამას გამოყოფდი ორ მიზეზს. პირველი ის, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა დაგვიზიანებინა და ზუსტად ასეა მომართული ქართული ოცნება, ჩვენ გჭობა ბევრი ქონდა ადრეც. იმასაც გეტყვით, რომ რეალობა ადრეც ვიცოდით, რაც მოხდა თუ გნებავთ 2008-ში. მაგრამ ჰააგაში მოსაგები ქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე ჩვენ რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის შეიძლება ქვეყანა დაგვეზიანებინა სასამართლოში. და პარალელურად ეს თანხმდრაშია ერთი მეორის ხელს არ უშლიდა და ჩვენ რესურსიც არ გაგვაჩნდა. ჩვენ არ ქონდა რეალური რესურსი იმის, რომ ეს პროცესი დაგვეწყო. რესურსში ვიგულისხმობ იმას, რომ ქართული ოცნება ჩვენ როდესაც მოვედის ხელისუფლებაში, მე ძალიან კარგად მახსოვს, კოჰაბიტაცია თავს მოხვეული. არავინ არ დაიჭიროთ, არავის თითი არ დაადოთ. ეხლა მე ძალიან ბევრი დრო დაჭირდება ამას, ოდესაც შეიძლება გადაცემაც გავაკეთოთ და სიამოვნებით გავახსენებდი, პირადად ჩემზე რამდენი ზეწოლები იყო და რამხელა. რესურსი ის გუნდიც გახსოვს, როგორი გუნდით მოვედით. ეკლექტური იყო, მთელი ოპოზიცია იყო გათენილი შიგნით, რომლებიც დღეს გასუფთავდა გუნდი და დაიხვეცა. ჩვენ ბევრი სასამართლოები ჩავატარეთ, ძალიან ბევრმა პასუხი აგო თავის დანაშაულებზე, პოლიტიკურ პრეზიდენტი მოგესწრება დღეს პატიმრობაშია. პრემიერმა მოიხადა და ესე შემდგომ. ისე არ იყო, რომ ჩვენ პროცესები მიტოვებული ქონდა, მაგრამ ომის თემას სასამართლოს გარდა, რომ ჩვენ ტოტალურად საუბარი დაგვეწყო, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია და ყველაზე დიდი დანაშაული, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი იყო, რომლებიც მათ შეგნებულად გარედან დავალებით გააკეთეს და ამისი დოკუმენტები გვაქვს აბსოლუტურად იურიდიულ დონეზე გამზადებული და ისედაც საჯაროთაც იმდენი ითქვა, ვისაც გაგება უნდა გასაგებია, თვითონაც თავის მართლებასაც კი ვერ ცდილობენ, არ ცდილობენ, იმიტომ რომ ხელი შეხება შეუძლებელია, იქ იმდენად ორ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს. ისეთ ცხადზე, რომ ვერაფერსაც აღარ იზავენ. ამ ფონზე რომ დღეს ჩვენ დაუბრუნდით ამ თემას,
მე ვფიქრობ, რომ გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო საზოგადოებამ ძალიან ბევრი დაინახა და 2021 წლის უკრაინა-რუსეთის ომმაც, სადაც დაჟინებით ცდილობდნენ ჩვენ ჩათრევას და მეორე ფრონტის გახსნას, ესეც ლამის ღიად გამოდიოდა ეთერებში და ძალიან კარგად ჩანდა, მცდელობები მირას აკეთებდა. ამანაც ხელი შეუწყო ამ პროცესის, ამ გადაწყვეტილების მიღებას. დღეს რატომ და გარწმუნებთ, რომ თუნდაც ის რომ ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ სანქციებს უნდა შეუერთეთ რუსეთის. ამას ოპოზიცია ნაწილი ბედავდა ამის თქმას, ნაწილი ვერ ბედავდა. კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა. რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, თქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთ ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა, რომ კი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათო, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია რომ ვიომოთ? რამდენი დღეს გაუძლებთო და 3-4 დღე ალბათ. მე 3-4 დღეს გულისთვის ვუყავთო. არა, მე თქვენო 3 მილიონი ხართო და 60 დღეში ყველანს კი ვერ გამოხოცავენ. მე შეგიძლიათ პარტიზანულ მოძრაობით დღეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით და გეხმარებით და იქიდან იომოთ. აი ეს იყო რეალობა. ამან ყველაფერმა გამოიწვია გუნდში ეს გადაწყვეტილება. გუნდი გამღარდა, გამკაცრდა ესე ვთქვათ, გააგრესიულდა ქართულ ეთნომოქმედობაში. იმიტომ რომ გუნდმა ეს იცოდა უფრო ადრე ვიდრე საზოგადოებამ, დღესაც დამატებით ინფორმაციაც მივაწოდე საზოგადოებას, რა ხდებოდა კაბინეტებში. რამდენად დიდი იყო სურვილი და იმ ფონზე რომ ნატოში ჩვენ არავინ არ მიგვიღო და არ მიგვიღეს ამ მიზეზით. კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან. ნუ ოღონდ არცეთ შემთხვევაში ნატოს ომი არ უნდა დაუშვათ რუსეთთან. აი ამიტომაც დაგვტოვეს შემგვარეთ და უკრაინაც. გვამომეს და კიდევ უნდა რო გვამომენ, ამისთვის იყავით ჩვენ გამზადებული და ამისთვის გამზადებდნენ. და იმ ფონზე რომ ეს ზალა, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. აქედან უფრო სახიფათოა ის ორი პარტია, ლელო და გახარია, რომლებმაც ჩვენივრად იციან უკვე, თუ ნაციონალური მოძრაობა და მისი წევრები და ლიდერები სტუდენტობიდან მოყოლებული გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მომსახურება და დამონება თქვა და მონად გადაქცევა და სვისი სრულების აღსრულება და ბოლომდე ვერაცნობიერებდნენ რისთვის რა უნდათ მათგან თქვა დაეხმარნენ რევოლუციის მოწყობაში 2003 წელს კიდევ რაღაცებში და ეგონათ რომ ესე მარტივად იქნებოდა 2008 წლის ომი მათ გააზრებული ჩემი აზრით არ ქონდათ კარგად როდესაც ხელს აწერდნენ სვის მსახურებაზე მაგრამ ამ ორ ძალას შევიდივართ კარგად აქ გაცნობიერებული ერთსაც და მეორესაც რა სიტყვენ მათგან თუ ჩვენ ამას არ მივხედავთ დღეს ახლა ამ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ პრობლემა არ არის ოღონდაც გვინდა აუცილებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა მოკლედ თუ ეს ძალა არ მოვაშორეთ ქვეყანას ნახეთ 12 წლის განმავლობაში რაც ხდება მუდმივ რევოლუციური სიტუაცია მუდმივი არ არის ეს არჩევნები ესე არ მოგწონს ესე არ არის თვითონ აყალბებენ გარდან ეხმარებიან და დღესაც ნახეთ რაც პირველი კითხვა დამისვით ლამის გარედან ჩაატარონ არჩევნები ასეთი უხეში ჩარევა მე საქართველოს პრობლემას კი არ ვხედავ ამაში მე უკვე ვხედავ ჩვენი სამეგობროს პრობლემას და ამას უფრო განვიცდი რამდენად სიტყვის არ მინდა მოვუძებნო უხეშად ერევიან და ცდილობენ დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა პირველ რიგში გუნდმა გააცნობიერა კარგად და გაიგო ეს არ იყო მარტივი პროცესი ბევრი მიმუშავია მე პირადად ლიდერშიპს თელ გუნდთან დღეს თელი გუნდი ქართული ოცნების არის მომართული გამკაცრებული გააგრესიულებული კაი გაგებით უნდა გავიგოთ იმის რომ თავი დავიცვათ ჩვენ არავის არ ვესხმით თავს ჩვენ გვინდა ქვეყანა შევინარჩუნოთ ჩვენ და გვინდა ამ ქვეყანაში გვეცხოვრებოდეთ და ჩვენი მაშვილებმა ამ ქვეყანაში ცხოვრება შეძლოთ აი ეს არის ჩვენი სურვილი მარტივი ჩვენ არავის თავდამსხმელები არა ვართ და არავის აგრესია არ აქვს ჩვენ აგრესიულად ვიცავთ უკვე საკუთარ თავს ხედავთ რამდენად დიდი ძალა გვებრძვის გარედან აი ეს არის რომ მოახერხეთ გუნდის გამკაცრება და საზოგადოების გაცნობიერება მე მგონი საზოგადოებამაც ძალიან ბევრი დაინახა და გაგებით ეკიდება ამ პროცესებს და მე ამას თვალს ვადევნებ რას პასუხობთ მოსაზრებას რომ ეს ინიციატივა არის ოპოზიციის აკრძალვა ნაციონალური მოძრაობის გასამართლებელი უნდა აიგზავნოს ის ვინც ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია ამისი მაგალითები უამრავია მთელ სოფლიოში ოპოზიციური პარტიები მარტო დღეს არჩევნებში მე მგონი 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი. ქართული ოცნება არის გასაგები, ამჯერვალე და პატრიოტული ძალა. თუ რამე პოზიტიურია და ვინმეს პოზიტიური სურვილი აქვს
ღირსიერად ხდება ქართული ოცნების წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია. ამის მსგავსი ძალა გარეთ მეორე აღარ ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს, სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს. მეორე ეს ძალა, რომელსაც აქვს უშრეთი ენერგია გარედან. უშრეთი ენერგია აქვს გარედან, რომ როგორმე ამათ ისევ დაიბრუნონ ხელისუფლება და ქვეყანა გარედან სრულების შესატყვისად ამუშავონ. და ამ სრულების შესატყვისობაში საქართველოს აღარ გვექნებოდა. როგორც კი ეს ძალა გაიწევა, უამრავი ოპონენტი გაუჩნდება ქართულ ოცნებას. და მე ამ დღეს ველოდები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევნის საშუალება უნდა მიცეთ ხალხს, კარგსა და უკეთეს შორის. დღეს არჩევნები, რა არჩევნები ტარდება, აბა, მუდამ ვებრძვით როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ. როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ და არ მიცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა. ეს ხომ არჩევნები არ არის. ქართული ოცნება, რომელიც რომ მიყვიან, აი, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ და საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც. მოდის ბოროტი ძალა, ენერგია არ ეშრიტება, იმიტომ რომ უზარმაზარი ძალა უწევს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ გადმოცემაში ვართ. არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი აგზავნოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივ უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რო არ გავიდეთ დღეს რომ გავჩერდეთ ტელევიზიის მერე და ქართულ ოცნებამ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს რაც ჩვენ ხართ დღეს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში შეღებულობთ, ყველა რეიტინგით არანაირი პრობლემა არაა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ესეთი ლეგიტიმაცია. ჩვენ გვინდა ეს რომ როგორმე საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ჭირი. წინააღმდეგ შემთხვევაში 27-ში გარწმუნებთ რომ არაფერი არ იქნება. 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის მერე 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდეთ და კარგად იყავით. მე არ იფიქროთ რომ აქ არჩევნები ჩადარდეს, ან იმის მსგავსი ნაციები იყვნენ, რაც დღეს მაშინ იყვნენ და გვახსოვს. ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ. ყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას. აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი. თუ არ მოკვეთეს სიმსივნე, ის გავრცელდება. არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი. ქართული ოცნებაც ამოვიდა ალბათ ხალხს ხელში, ხო? 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია. ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე, ძალიან ხშირად. აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხი შეიძლება კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი, იმ წუთში სიტუაცია აფეთქდა. აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ. პროკურატურა არაფერ შუაში არ იყო. მაგრამ ისე ჩააწოდეს. თავის დროზე ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოებას ღელვა იყო ისეთი, რომ იქ რო ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო, ჩვენ ქართული ოცნება ხელისუფლებას დაკარგავდა. აი ამისთვის არის ძალიან დიდი ხიფათი და სახიფათო ამათი დატოვება პოლიტიკაში. ეს არის ბოროტი ძალა, ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ რო გვაქვს. მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას გონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა გახსოვთ და ჩვენც მსგავსი დოკუმენტაცია გავაჩინეთ დღეს ლამის. თქვენ საუბრობდით მაღალ ლეგიტიმაციაზე და აი საკონსტიტუციო უმრავლესობა გჭირდებათ ასევე იმისთვის, რომ კანონი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ გამყარდეს კონსტიტუციურ დონეზე და მიზანი ცნობილია, რომ ის უნდა დაუპირისპირდეს LGBT პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვადასხვა ტიპის გამოვლენებს. აქ საინტერესო, რომ ოპოზიციამ ამ კანონს მხარი არ დაუჭირა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და საინტერესოა თქვენი შეფასებით, რა არის მათი უარის მიზეზი და ასევე გითხარით, რა საფრთხეებს ხედავთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა LGBT პროპაგანდა. კარგია, ვიცოდი რომ ამ კითხვის ვერასდებოდით, რაღაც ციგნით წამოვიღე, მომზადებული ვარ ამ კითხვის საპასუხოდ. გასაგებია, რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში. იმიტომ რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, მათ პატრონები ყავს, ესენი არაფერს არ წყვეტენ, ეს აბსოლუტურად მონური დამოკიდებულებაა, რომ იცოდეთ, მათი ხვედრი არ არის. ვთქვათ, ბედნიერება. ყველაზე მძიმე ხვედრი აქვს შეიძლება მათ, მაგრამ მათ ეს მოსწონთ ეს როლი, რომ გარედან რო გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. ამიტომ მოიგონდეს რაღაც ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, იმიტომ რომ იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, რომ საზოგადოების შეეშინდა და ვერ გაბედეს ხმალაღებული ამის წინააღმდეგ წასვლა. ნუ არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში. გასაგებია, რომ ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგიც არის, თქვათ, მათ რიცხვში ეს LGBT პროპაგანდაც, სოთაშერის მე ცოტა აქ მოგли პასუხი შეიძლება არ გამომივიდეს, იმიტომ რომ რაც შეეხება LGBT საზოგადოებას უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ კასოებს ამატებენ და უკაცრავად ვარ ამ საზოგადოების წინაშე საერთოდ ზოგადად
შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატა სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია. ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში, როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი. ნაცემმა ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. და მეც არ დაგიმალავდა ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი. არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან მქონდეს. ესენი საზოგადოებრივი ჩვეულებრივი ნაწილია, გამკვებით მინდა რომ ვთქვა და ლომის წვლილი მე მაქვს რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, იმიტომ რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდნენ. მაგრამ პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია. თქვენ სახში, ვისაც რა უნდა საკუთარ სახში ის გააკეთოს, არავინ არ შედის და არავინ არავის არ მისდევს. მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის. რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი. და ახლა შედეგი რა უნდათ? რატო მიდის ამ ხელა პროპაგანდა და რატო იხარჯება უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში? აბა მარტივს გეტყვით. ყველაზე დიდი პარადი მე მგონი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება. გეი აღლომი, რასაც ქვია. და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან, რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, რატო უშლით ქუჩაში გამოსვლას? ესე იწყება ყველგან და ყველაფერში. ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა ხა ნახეთ იქ ფოტოებს ამოიღებთ, შედით საჯარო სივრცეში. ნახეთ საშინელებები ხდება უკვე იმ ქუჩაში ამათ გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები. ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმათაწესებია. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული 2-3 წლის ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია? ეს აგიტაცია, ეს არის ის, რასაც გვეუბნებია ჩვენ, რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ. აი სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ, თქვათ რა შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ. სად მიდის ეს იდეოლოგია? ის რომ ამბობენ რომ ქალს ქალი აღარ დაუძახოთ და კაცს კაცი აღარ დაუძახოთ. ის რომ ბაღის ბავშვებში, ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. ის რომ მაგალითებია ამის, რამდენის გინდა და ამის მოპოვება რთული არ არის. ის რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს იმის გულისთვის რომ გამოვიდა და ისე ვართქვა პრინციპულად რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, მამრი და მდედრი და არ არსებობს ეს მრავალფეროვნება სექსუალობის და ათასობით არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორე ციხეში, აი აქ მიდის ეს ნელ-ნელა რო დაიწყოთ მარტივი ქუჩიდან ქუჩის მიტინგი, სადაც გაზდის, აქ ახყავს უკვე, აქ მიდის. ის რომ ტუალეტებში უკვე მამაკაცების ტუალეტებში ჰიგიენურ სალფეთკებს დებენ. ის რომ მამაკაცის რძე იგივეა რაც დედაკაცის და ნახეთ, ნუ ახლა მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნების განცხადებები გავიხსენო ძალიან დიდი პოლიტიკოსების. მიზანი რა? ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი არ უნდა თქვა, მიზანია მარტივი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი. არა თუ ის რომ ის ქრისტიანია თუ მუსლიმია, არა თუ ის მას ყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავის ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი უნდა იცოდეს. არა, ეს ხო თავისთავად უნდა ყველაფერი გადაიყაროს. მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცია. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის. ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენის, არაფრის ხელის გამძლევი არ არის. არაფერს აღარ დაგიდევს და არაფერს აღარ დაიცავს. აი აქ მიდის ყველაფერი. აი ეს არის და ნახეთ, წიგნები მე მოვედი პოლიტიკაში და ორველი მოვიტანე 1984. ომი ამ მშვიდობა, გაუნათლებლობა არის ძალა და ესე შემდეგ ტერმინები. რეალური, ვირტუალური სამყარო უნდა აგიგონ. რასაც გეტყვენ, ეს არის ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი. ლიბერალიზმის მეტი ყველაფერი აქვს, რა თქმა უნდა, ფაშიზმთან უფრო ახლოა. რასაც გეტყვენ, ის უნდა დაიჯერო. მაშინ ხარ ლიბერალი. თორე შენ თუ შეეწინააღმდეგე, აგერ აი ვიღაც მასწავლებელი ამბობს ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის, რომ ორი სქესიაო. თავისასაც ამბობს. არ არის მეტიო, ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში. უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება, მეორე მგიჩილოს ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის. და ეს არის დამონების უახლესი იარაღი. იმის შემდეგ ხახსლი ნახეთ. დღეს როგორ წარმოვიდგენდი ჩემი საოცნებო სამყარო, ნათარგმნით საუბრობ, შეიძლება ზუსტად არ გადავთარგმნე სათაური. იქ უკვე არის საბავშვო ბაღებში ამ წიგნში, რომ ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, რომ ერთი პარტნიორი არაფერ შეიძლება რომ ხავდეს და ესე შემდეგ. აგერ რეალობაა დღეს ეს უკვე. საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომც პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ,
ისე ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ. მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ. ბავშვს შეუძლია, აი კიდევ ერთი მაგალითი. მოზარდს შეუძლია გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია, ისე რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ წარმოგიდგენთ მშობლებმა თუ წინააღმდეგი წავიდნენ ციხეში დაიჭირეს და ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია. საკუთარ შვილს რო ოპერაცია არ გაუკეთო. აი ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს ესე უსინძისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა, რა გვაქვს აქ დასაცავი. არაფერიც არ არის, მოიგონა ქართული მოცნება და ეს ახირება ქართული ოცნების. ეს იწყება მცირეთი კიდევ ვიმეორებ, მარტივად ქუჩაში გამოსვლით. ეს ქუჩებიც ნახეთ, ბარსელონა მოგიყვანეთ და უამრავი მაგალითია, სად მიყავს მერე ეს. სად მიდის და საბოლოო ჯამში უკვე ისეთმა პოლიტიკოსებმა გააცხადეს, ისეთი ქვეყნიდან რომ ქალი ხარ თუ კაციო, შეურაცხყოფას მოიაღენებს ხას, მან არ იცის სიუჟერის ქალია თუ კაციო. ბიჭია თუ გოგო არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო, თანაც დღეში უკვე შეგიძლია 5 ჯერ გამოიცვალო. შეგიძლია თქვა რომ 5 წუთი წინ კაცი ხარ, მერე თქვა რომ არა მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა რომ შენ უკვე არ იცი ვინ ხარ. და სამართლად ხარიოლი, ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ის რომ ამას მარტივად ოპოზიცია ესე გვაყრის, ნუ რაღაც ქართული მოცნობა მოიგონა, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. კიდევ ვიმეორებ, მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს. ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისაც აქვს ეს არ არის, ეს არ ახალია. სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ, სანამ ადამიანი არსებობს. ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ მინდა, ჩვენ გვიცავს ჩვენი მადლობა ღმერთს. კიდევ უნდა გავიხსენო რომ ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია და ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა. და ამ ხრივ მე მგონი რომ კარგად უკლავდებით. შეიძლება წიგნი ნახოთ. აი, ის დაგისახელეთ მე ორველი, დაგისახელეთ ჰაქსლი. ეს არის ახალი გამოსული 2150. ვიღაც თია ალექსანდრეს ავტორი. და აქ უკვე მიდის მიკრო და მაკრო სამყაროზე, მიკრო სულიერი სამყარო თითქოს არ არსებობს. და სულიერებას ანგრევენ. და სხვათაშორის მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც ეს უყვარს, მოსწონს, ისინი მორწმუნეები არიან და გონიათ რომ ესაა სწორი. ეს არის ახალი მესამე წიგნის შემილია. საზოგადოებას გვაქვს ინფორმაცია ამ წიგნის შესახებ. როგორც ვიცით, ის უფასოდ რიგდება შეერთებულ შტატებში, მათ შორის სკოლებშიც და ასევე არის ინფორმაცია, რომ იბეჭდება უფასოდ გასავრცელებლად იმ სტამბებში BlackRock კომპანია BlackRock, რომელსაც აფინანსებს. მიშველის მეთე, ყველაფერი ცოდნიერად. ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. იგი BlackRock-მა ორველიც და ჰაქსლიც და ნუ ეს უზარმაზარი ძალა და უზარმაზარი ფინანსები ხარჯება და თქვენ გონიათ რისთვის? ხოლო ამისთვის. რაც მე მოგახსენეთ უკვე. კარგი რომ ისიც ძალიან გამახარდა. შეიძლება ხო ამონარიც მოვიყვან თქვენი ერთ-ერთი გამოსვლიდან. იმისთვის რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, ქართულმა ოცნებამ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს და თქვენ ასევე ამბობთ რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. აქვე გავიხსენებ რომ გორში, როდესაც თქვენ საუბრობდით ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე, ოპოზიციამ ესე შერიგებას უწოდა ღალატი და შენდობას უწოდა მტრობა. აი, რა იყო ამის მიზეზი და როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას ამ კონტექსტში? ბევრი დავხარჯეთ, შევეცდები მოკლე პასუხებზე წავიდე. ოპოზიციის მიზეზი აქ მარტივად გასაგებია. პირველი რომ საკუთარი დანაშაულის დაფარვა უნდათ. ბოდიშის მოხდა შერიგებისთვის რომ ეს აუცილებელია, ნუ აქ არაფერი სიახლე მე არ მომიგონებია, მაგრამ ამათ შემოიყვანეს აქ მირებს რას ეუბნებიან, როგორ ბედავენ და თანაც ბოდიში მოუხადეთ ჩვენ არ დაზარალებულთ ჩვენს თანამოძმეებს ოსებს და აფხაზებს, არამედ თურმე რუსეთს უხდით მიზეზს და ესე შემდეგ. ყველაფერი ეს დაამახინჯეს ელემენტარულ მიზეზის გამო, რომ დაემალათ პირველ რიგში საკუთარი დანაშაულება, რაც მათ ჩაიდინეს, ეს მათი გაკეთებულია. ეს არ არის საქართველოს გაკეთებული, რასაც მიაწერენ. ეს გააკეთა გარკვეულმა ჯგუფმა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელმაც პასუხი უნდა იყოს ის, რაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ის გმირები ოდნავაც არ კნიდებიან ჩემ თვალში, ვინც გულწრფელად იომა საქართველოს დასაცავად. მე მათ დღესაც უნდა უთანაგრძნოთ მათ ოჯახებს და დიდი სიყვარულით სიტყვეთი მოიხსენიებ თვითეულს. ისინი ჩემთვის ისეთივე გმირები არიან და ოდნავაც არ მინდოდა მათთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, რა თქმა უნდა. ეს დაამახინჯა ოპოზიცია. მათ გულწრფელად გამოვიდნენ სახელმწიფოს დასაცავად, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური თავარ სარდალი ვინც იყო, ეს იყო კრიმინალების დაჯგუფება და აომეს იქ და იმისთვის რაც საჭირო არ იყო და
უამრავი ოჯახი გააუბედურეს. ამაზე უნდა აგონ სწორედ პასუხი. იმიტომაც არ უნდათ არც ბოდიში და არც შერიგება. თანაც ის დავალება, რაც მათ შეასრულეს, დღესაც ძალიან აქტუალურია. დღესაც ძალიან აქტუალურია. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა ვერ გამამთლიანოთ, ასეთ დაპირისპირება და დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია გამოიყენო, სადაც გინდა და რაშიც გინდა. გაძლიერებული და მოძლიერებული, ესე ვთქვათ, და ყველგან დალაგებული რო აქვს სიტუაცია, ასეთი კაცი იოლად თავს არ დაგიხრის. აი მარტივია ეს დავალება, რაც ჰქონდათ და რისთვისაც გააკეთეს, დღესაც ცდილობენ რომ მათი შესრულებული დავალება არ დაზარალდეს. ეხლა საქართველოს რო აწერენ ამას და აწერენ რომ საქართველოს ებრძვის, საქართველოს ამ ჯგუფს, აი კონკრეტულმა ჯგუფმა მით ჩაიდინა დანაშაული და დაარღვია კანონი და გარედან მიღებული დავალების საფუძველზე საკუთარ ძმებთან აომა ჩვენი ქვეყანა, აი მათ უნდა მოეთხოვოს პასუხი. ისევე იხსენებენ რომ აბა გირგვლიანი საქართველოს მოკლა მათ და მათმა სისტემამ, ამ კრიმინალურმა სისტემამ გააკეთეს ყველაფერი და ამ კრიმინალურმა სისტემამ ჩაიდინა ის ომიც და რა თქმა უნდა შერიგება არ უნდათ. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შევეხები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ეს საკითხი გამოგვრჩა ჩვენ ვხედავთ რომ აი ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, ესე იგი არ ინტერესდებიან მოსახლეობის საჭიროებებით, არ დადიან რეგიონებში. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი არის არჩევნების შემდგომი პერიოდი. ეხლა რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, თქვენ პირველ კითხვაში ზგავსი რა გქონდათ. ხო, ვაზუსტებ. თლათ ეს არ მინდა მის გაუბრალოება, რომ ესენი არაფერს არ ცდილობენ, თქვათ, მკვას ვერ გავიხსენებ. თარგამაძის ყოლობაში და დანაშაულებული რომ მეორედ შემოვიდა მწვანე კორიდორით. აჩუაშვილი. 18 წელი ციხე ეკუთვნის და კაცი კიდე შემოვიდა ხო. ესეც სულელი ხო არა? შემოვიდა ის რაღაცებს სწვალობენ, მაგრამ არავითარი რესურსი არ აქვს. გაუბედურებულები არიან. უბედური ხალხია ზოგადად, ჩემს რომ მკითხე, მაგ ხალხი ვინც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სამშობლოს ებზვის, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ეგენი საცოდავი გაუბედურებული ხალხია, მაგრამ და ამ პირდაპირ მნიშვნელობითაც ეხლაც გაუბედურებული არიან, არაფერი რესურსი მაგის არ აქვს, რომ არიან, თუმცა მცდელობები აქვს და ფხიზლად უნდა ვიყოთ. მე რატო ვაწყნარებ ხალხს? იმიტომ რომ კარგად მუშაობს ქართული სისტემა და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ მომართულად და გვაქვს იმის რესურსი რომ არ დაუშვოთ. თუმცა სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ. ეხლა ის ფაქტი რომ ოპოზიცია პრაქტიკულად არ გადის ხალხთან. გუშინდელი მიტინგისას არც ერთ ტრიბუნაზე კი არ აესვლებათ რეალურად. კრიტიკას ჩვენსაც ვერ ახერხებენ, რომ გავიდნენ რეალურ კრიტიკას ახლა და არარეალურს მოგახსენებთ რაც მოსწავლობაში. აბა გაიხსენეთ აქსისის შენებლობა რო დაიწყეს თუ გახსოვთ. მანქანებს რიგში დაყენებულ შენებლობა და მიდის აღშენებლობის პროცესი, სააკაშვილი ქალაქებს აშენებს. აღმაშენებელი არავინ არ იყო უკვე დააკნინეს და ნუ აი ესე შემდეგ და შენებლობა რა თქმა უნდა კარგია და აღშენებლობა კარგია. კარგი იყო ხო გახსოვთ რაც არ ქონდათ 4 კუთხიდან ცნიდნენ ერთ პატარას ამდენი შენებლობა არ ქონდათ და ამაზე ბევრი ანეკდოტები დადიოდა. ჩვენთან ჭეშმარიტი აღშენებლობა მიდის. ეხლა ნებისმიერ შენებლობას რასაც არ აშუქებენ, პირდაპირ დანაშაულის სახით მუსიკა ისეთი ადევს, ყველაფერი ისეთი რომ აი კიდევ აშენებენ ეს ნაძირლები რა და ახლობით ესეთი აი ისევ აშენებენ. ეხლა ეს ყველაფერი შეცვალეს. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც ესენი გარედან ღებულობენ. ამიტომ დავიწყებ მე, როდესაც ლიბერალურ იდეოლოგიაზე მოგახსენებთ ფსევდოსვეძახი მეთქი კულტურულად, თუმცა ფაშისტურსაც ბევრი ეძახის რამე თუ მასთან უფრო ახლოსაა. რომ ვირტუალური რეალობა უნდა მოგაჩვენო რეალობად. მაშინ გვიხატავდნენ რომ აღშენებლობა არის საოცრებად რაღაც საოცრებები ჩადის. სააკაშვილი აღმაშენებელსაც არ ესიზმნებოდა. დღეს როცა ვაშენებთ, ეს უკვე დანაშაულია. ეხლა გადმოაბორნეს ეს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ცუდი. ამ დროს უამრავი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. და ვინც კრიტიკას ცდილობს, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. მაგალითად, ვაშაძე გამოდის ამბობს, რომ 14 მილიარდს მიიღებდა დაანებე ახლა თავი. ის სულელი იძახეს 14 მილიარდს ვინ ადლებს ვერ თქვა და საიდან მიიღებდა. და რაც თავარია, ეს არ არის თავარი ამ სიცურე. ბათუმს თავიდან ავაშენებთ. აბა, როდესაც ხაზარაძე და ჯაფარიძე შემოვიდნენ პოლიტიკაში, გამეხარდა, რომ ფინანსისტები არიან რაღაცას ანგარიშს გაუწევენ, ყველაზე უარესები გამოდგნენ. გამოდის ხაზარაძე და ამბობს, სად არის 100 საწარმო. ჯაფარიძე მე მგონი ერთ ტელევიზიაში ყავდა ჟურნალისტი და ეუბნება რომ აი აგერ მაქვს 500 თუ 700 სიამაქსო აქვეა 100 კი არაო 700 საწარმო ახალი აშენდა 800 გადაიარაღდა რომელიც არანაკლებ მნიშვნელობის არის ვიდრე ახალი საშენებო ბევრ შემთხვევაში უფრო ძვირიჭდება გამოდის და ამბობს არაფერს არ დაგიდოს სად არის 100 საწარმო იცახის სად არის უფასო ფული იაფი ფული მილიარდზე იყო საუბარი 3 მილიარდზე მეტი დაიხარჯა და 6-იც მე მგონი პროცენტებს როდესაც სახელმწიფო უდგებოდა. სხვადასხვა პროგრამები იყო უამრავი და ამან გამოიწვია საოცარი ეფექტი. ესეთი ეკონომიკური აღზევება დღეს ქვეყანა არ არის მეორე რომ დასაკოლო. პირველ ადგილზე ვარ თელს სოფლიოში საოცრებო ხდება საქართველოში. ეს გამოდის და ამბობს ხაზარაძე რომ ჭაობში გინდა ცხოვრება. ჭაობი თვითონ დატოვა.
ანაგლის სახით. 6 წელი როგორ არ ცხვენია, ელემენტარული საწესდებო კაპიტალი ვერ მოიტანა, 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაუზარდეს. ჩინელები უნდა გავიყვანოთო. ჩინელები სულ მე მაგასთან შენახვედრი ვარ მაგ თემაზე და დახმარებასაც და ფულსაც თავაზობდი რომ დაგეხმარებითო. მაგრამ სვანაირი ფული უნდა. ამაზე არ გავჩერდები აქ. ჩინელები უნდა გავიყვანოთო. მუდამ ვეუბნებოდი პირად შეხვედრებში, ზოგადადაც დღესაც ვიმეორებ. თუ ჩინური ინტერესი არ ჩაიდო, ანაგლის კომერციულობა პორტის იქნება ძალიან რთული. ჩინური ტვირთი თუ არ წამოვიდა და როდესაც ჩინური კომპანია მაშინაც მაგას ვეუბნებოდი, როდესაც შევხვდი გვიგაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი მთხოვა შეხვედრა. მაშინაც მაგას უმტკიცებდი. მოახერხე როგორმე რომ ჩინური ტვირთი. ტვირთზე გარანტიები უთხოვა, სახელმწიფო მომცეს გარანტიები ტვირთი. ეს რაღა ბიზნესია, მაგრამ სადაა ბიზნესი? ესე უსინდისოდ გამოდიან. 100 საწარმო სად არისო და სად არის იაფი ფული სადაა? ესე მარტივ ტყუილებს როგორ იგება ხალხი? აი გაოცებული და გაოგნებული ვარ პირდაპირ რა. ბატონ ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ვხედავთ, ეს არის პრაქტიკულად წაშლილი ზღვარი აი ეგრეთ წოდება მდიდარ ნჯევებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც სხვა შორის ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის საფუძველზეც დადასტურდა და ხა ამ ორგანიზაციებს აქვთ დამკვირვებლის სტატუსი, ისინი აქტიურად არის. შეიძლება რომ რაღაცა თავს გაგაცხოთინოთ. არ შემიძლია რომ გვერდი ავუარო იმას, რომ ოპოზიცია დიდ აპელირებს, რომ პროგრამა არ აქვს. მარტო ჩვენ კრიტიკაზე არიან და ცრუობენ მხოლოდ და სისულელებს იძახიან. ახლა ამას რომ ამბობს ფინანსისტი რომ სად არის 100 საწარმო და სად იყო იაფი ფული და ჭაობშია. ამ დროს სოფლიოში არ არის ესეთი ზრდა ეკონომიკის. სამუშაო ადგილები სადაა? ჟურნალისტს ეკითხება ჯაფარი. აგერ 100 შეუქმნია ამ საწარმოს. არა, ეგ ის არ არისო ჯაფარის ზეუბნება. ეგ ეს არ არის, ეგ სხვა რამეა. ესე ერთადერთი რაც აქვს, რასაც ყველანი იმეორებენ. და რაც არის ძირითადი მაგათი ლოზუნგი, არ შეიძლება რომ არ შევეხო ამას, რომ ჩვენ წაგიყვანთ ევროპაში. და ქართულ სინემას მეყავხართ რუსეთში. ჯერ ამ ხალხს ვერაფრით ვერ გაუცნობიერებიათ, რომ საქართველო არსებობს. რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, სახელმწიფოს არსი არის ის, რომ სამშობლო დაიცვას. სამშობლო რაც იდენტობა და აღარ გავცელდები, იმიტომ რომ ბევრი დრო დავხარჯე ესედაც. ჩვენ წაგიყვანთ დასავლეთში, ამათ მეყავხართ რუსეთში. ჩვენ ვართ კარგები, ესენი არიან ცუდები. ჩვენ არავისთვის არ ვიხსვით, ჩვენი ხსით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის, არც რუსეთისთვის მით უმეტეს. ჩვენ ვიხსვით ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ვერაფრით ვერ გაუცნობიერებიათ. და ევროკავშირს რაც შეეხება, რომ ჩვენ ამდენ რამე გავაკეთეთ, აღარ ჩამოვთვლი ევროკავშირში სასწრაფოდ. თვითონ ევროკავშირი რისი კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო. სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის უმეურვებაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებელი, ამ მიმართულებით ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. არც ერთ ქვეყანას აი სოფლიოს ქვეყნებს ვედრებით და მე გამოვედი რეიტინგებით. სოფლიოს ამ პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. ის რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს. ევროპა ტერიტორია კი არაა. ევროპა ევროპული ფასეულობებია. ჩვენ ვაჟაშვილიშვილები ვართ. ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ადამიანზე და ადამიანის უმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათაშორის გავიხსენებ, რომ ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები, როცა LGBT პროპაგანდაზე საუბრობდით ჩვენ. ბევრს არ მოსწონს ის, რომ ეს ქუჩაში ამას ღაღადებენ უკაცრავად იქ დავაბრუნე ნაწილი. ადამიანის უფლებები მარტო მათ არ აქვთ უფლებები. უფლებები გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის წევრი ამ საზოგადოების და ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესმის და არ იბრძვის მათ წინააღმდეგ. უბრუნდები ევროკავშირის თემას. ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში, ამათ მეყავხართ რუსეთში. სად ჩანს? ყველა ფასეულობა რაც არის ევროპული ქართულმა ოცნებამ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობის დაფუძნებას და რეალური ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა ჩვენ და არა მოგონილი. და არა ჩვენ წაგიყვანთ და დიდ წაგიყვანენ, ხო გასაგებია რომ ხედავენ წინააღმდეგობას მსგავსი იმ გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატები იქაც ბევრია, ამათ კომუნიკაცია აქვს ერთმანეთში. რას საყვედურებია ჩვენ ძირითადად? მადლობა ღმერთს, რომ როგორც იქნა რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთის სანქციებს არ შეუერთდა, რაც საქართველოს დაანგრევდა ეკონომიკას. ხაზარდზე გამოდის რუსეთის სანქციები და უწესოთ 1000 ლარიან პენსიას მოგცემთ. 100 ლარს ვერ გადაიხდის. ვინც ეკონომიკა იცის, 100 ლარიან პენსიასაც ვერ გადაიხდის. გარწმუნეთ ეს სანქციები რო დავაც. ასე უსინდისოდ სროობს. ევროკავშირში რით შეხავს მათ და ვერ შეხვავს ჩვენ. ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ. აქ არის წინააღმდეგობა. LGBT ამ გამჭვირვალობის კანონსაც დააბრუნებდნენ, LGBT-საც დააბრუნებდნენ. აი ეს არის სხვაობა ჩვენი. აი ამით ბობოქრობენ, რომ ჩვენ ამას იმიტომ რომ ქვეყანა არ უყვარს, უსამშობლოები არიან. და აი ამით იკაჩებიან, რომ ჩვენ ამას ყველაფერს გავუკეთებთ და ჩვენ შეგიყვათ გრეალით ევროპაში.
მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ და ესე ვთვლი ჩემ თავს. და ძალიან განვიცდი რაც იქ ხდება. მე ესეთ ევროპაში შესვლა, რასაც ჩვენ წინ მაგას ეკაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის რაც მოლდავეთში ხდება, რეალურად, ვინც იცის რაც ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არა. ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები. ამ ფასეულობები, ეს ფასეულობები და ნახეთ ეს ტემპები რის საფუძველზე ვზდით ჩვენ. ეკონომიკა რატო გვაქვს ესეთი, რატო გვაქვს ესეთი სასამართლო? ნახეთ რეიტინგები საერთაშორისო ჩვენი თუ არ ჯერათ. ჯერ გაიხედეთ ირგვლივ ყველა ქალაქი შეიცვალა ხალხო. ნახეთ რა მოხდა მოკლე დროში. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი. არა, ამათ ევროპაში არ მიყავს თო. ევროპა არის პირველ რიგში ფასეულობები. ჩვენ ამ ფასეულობებს განუხრელად ვაფუძნებთ, მაგრამ არ მივდივართ ომში. არ ვაწესებთ საქციებს, არ ვაგრებთ ქვეყნის ეკონომიკას. ესენი ამაზე აწერენ ხელს. ამით იკაჩებიან, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ჩვენი ევროპელი ძმები ჩვენ მიგვიღებენ და ამათ არ მიიღებენ. იქედანაც გამოდიან და იძახიან, სად მინდიხართ, ჩვენ არ მიგიღებთ. ვინ კითხავს მათ დღეს რო ბიუროკრატია. ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ თავარია გავძლიერდეთ სახელმწიფო გახვდეთ და თავაწეული შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ მაგის გარანტიას და პირობას. ეს დავიცვათ. რაც გვაქვს, ეს გავაგრძელოთ. არაფერი წინ არ დაგვიდგება. არაფერი წინ არ დაგვიდგება. ჩვენ ვსაუბრობდით აი ეგრეთ წოდებულ მდიდარ NGO-ებზე და ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთა შორის დღეს ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს და ეს ორგანიზაციები არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესში, აი დამკვირვებლის სტატუსით. აქ მნიშვნელოვანია თქვენ ელოდებით თუ არა მათგან, რომ იქნება მცდელობა იმ სცენარის განმეორების, რომელიც 2020 წელს უკვე ვნახეთ, როდესაც პარალელური ხმის დათვლის შედეგები გაყავდა. და აი ახლა თუ ექნებათ მაგ შესაძლებლობა ამ სცენარის განმეორების, თუ გავითვალისწინებთ რომ მაგრამ პრობლემებში არის 60%-იანი მხარდაჭერა. ზოგჯერ შეგებრალება რო შეხედა, ისე საწოდებები არიან და გუშინდელი მიტინგის ჩათვლით. რა თქმა უნდა ექნებათ. იმიტომ რომ მეტი არ უსწავლებიათ ამათთვის. საბედნიეროდ ჩვენ ხელწერა უკვე გავიგეთ ამ გლობალური ძალების და პრევენციებს ვაკეთებთ, ვისწავლეთ ესე ვთქვათ, გავმაგრდით. ვერაფერს ვერ იზავენ. ყველაფერი უკვე გააკეთეს, რაც შეიძლებოდა და ეს არის ის რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, ვცდილობები იქნება, მაგრამ არ ვუნებს საზოგადოებას რომ შედეგი ვერ იქნება. შედეგის უნდა გვეშინოდეს მხოლოდ არა 27-ის, არამედ 27-ის მსგავსად, 27 ვერ იქნება გამორჩეული ყველა დღის და ყველა კვირის, სანამ ომი არ დასრულდება. ნებისმიერი პატარა შეცდომა და ეს არ არის ის რომ რაღაც მერე რა, არა, შეიძლება ქვეყანა დავკარგოთ. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შევეხოთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს. რამდენიმე ასეულმა ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია სპეციალურ რეესტრში და ეს პროცესი მიმდინარეობს წარმატებით და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, აი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ვინც იყო, ორგანიზაცია სირცხვილია. შემდეგ აღიარა, რომ არანაირ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ ახდენსო და არც რაიმე შეზღუდვას აწესებსო და უბრალოდ ამ გადასახედიდან საინტერესოა, რას ფიქრობთ, რატომ გამოიწვია ამ კანონმა ასეთი აზრთა სხვადასხვაობა და მაინც რატომ ეწინააღმდეგებიან ორგანიზაციები ფინანსურ გამჭვირვალობას. კი ბატონო. სტიგმატიზების სიტყვა არ ვიცოდი და კობახიძე მასალა კარგად ამდენჯერ მოთხოვე რომ აეხსნა, რომ მნიშვნელობა დღესაც კარგად არ მესმის, მაგრამ აზრი მესმის. ეხლა ამ სტიგმატიზებას გადაეკიდნენ პრინციპში და როგორც იქნა მეც ავითვისე და საზოგადოებაც გაიგო რა არის და როგორც არის. ეხლა როდესაც ეკითხა უნდა დაარქვეს რუსული კანონი ამას, ხო ესე გამჭვირვალობის კანონს. ძალიან მარტივია და 1000 ჯერ უკვე ახსნილია, მაგრამ გამეორდები რომ ფულს ხარჯავს უცხოელი ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რას შეხარჯავს. ამაზე იბრძვიან. ნუ გასაგებია, იმაში ხარჯავს, რომ NGO-ებს მიდის 90-95% მიდის, რომლებსაც ქვეყანაში აგენტურის დაბრუნება უნდათ და თვითონაც აბსოლუტური უმრავლესობა ყველას არ შევეხები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ვინც დიდ დაფინანსებას ღებულობენ გარედან, სწორედ ამაზე არიან მომართული. ეხლა კიდევ განმარტებ, რატო უნდა ვთქვათ, ფული დახარჯა, დაეხმარა ფერმერებს, მედიცინას, სოფლის მეურნეობას ხო და არ თქვაო, თორე ამ ფულს თუ იტყვიო შენო აი ძალიან ბევრი აღარ დახარჯავს და დაიხურებაო. მე კიდე პირიქით მგონია. კაცი რომელიც გამოდის, სახელმწიფო რომელიც აფინანსებს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას, ეხმარება ფერმერებს, ჟანდაცვას თუ სხვა მიმართულებას, რატო უნდა შეცვლეს მას ამ ფულზე საუბარი? ორჯერ 2-4 პირიქით. პრეტენზია რაც აქვს ზოგიერთ სახელმწიფოს საქართველოს ეხმარებით ხო გინახავს როგორ ციფრებს აცხადებენ. პირიქით, სულ ვითხოვთ საბუთებს, აბა სად დახარჯეთ, გვაჩვენეთ. არ უნდათ რომ გვაჩვენონ, სად დახარჯავენ.
და სტიგმატიზებას ვერ გამოიწვევს, პირიქით გამოიწვევს აღფრთოვანებას იმ სახელმწიფოს, ისე შეუყვარდებათ ქართველებს. როდესაც ნახავენ, რომ თურმე ეს ფერმერულ მეურნეობას, მედიცინას, ჯანდაცვას, განათლებას ეხმარება საქართველოს და ფული ამაში ხარჯება, კი არ შეერწყებათ მათ. ისინი შემოვლენ ხრებ გამართულები და აეროპორტზე დახვდებიან ხალხი დაშეცემით. საყვარელი ხალხი გახდებიან, მაგრამ ფულს რო ხარჯავენ რევოლუციებში და უკუღმართობაში. ამის დამალვა უნდათ, ხო, 2-4-4-ია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო აქედან ის არის ახალგაზრდების ჯგუფი გამოდიოდნენ. რუსული კანონია. ეკითხები, რატოა რუსული? იმიტომ, ყველაზე კარგი პასუხი იყო იმიტომ. მე მინდა მიმართო ახალგაზრდებს, ყველაზე მეტად გულს ესწენდა, რომ როდესაც ამას ხედავდი, რომ კრიტიკული აზროვნება უნდა თორე წაართვა. სხვათა შორის ლიბერალური იდეოლოგია პირველი რასაც აკეთებს ამას. ადამიანს კრიტიკული აზროვნება არ უნდა ქონდეს. ეს ლიბერალური ქვია, ფსევდოლიბერალურს რასაც ვეძახი და ლიბერალურის მეტი ყველაფერია. რასაც გეტყვიან, ის არის მართალი. იქედან რო გეტყვიან. აი იმას თუ გამეორებ, მაშინ ხარ ლიბერალი. სიტყვა არა, სხვა სიტყვა არ უნდა თქვა. და აბა ეს ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი ისე მткиოდა გული. იმიტომ სამბობდნენ უკეთეს შემთხვევაში. არა რუსულია. რატოა რუსული? არავინ განმარტებას არ აკეთებდა. კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიეჩვიონ ჩვენი შვილები. უმეტესობა რა თქმა უნდა ამას აკეთებს, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც აგრესიულად გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ იყო და დღეს ნახეთ, ევროკავშირი ღებულობდა, ხო იცით? თუ ჩვენი კონსტიტუციით შევხედავთ, პირველი მოსმენით მიღებული ხონდათ უკვე. და პირდაპირ უწერიათ, შევიდნენ წინ, სოციალისტებს მე გავიხსენებთ. მე ვთხოვე ჩვენს ერთ-ერთს ბუნდესრებს აბა ერთი გადაამოწმე. პირდაპირ უწერიათ, ეს უნდა შეჩერდეს, იმიტომ რომ საქართველოს კრიტიკას ვერ მოახერხებთ. აბა ნახეთ. თვითონ აქვთ რამდენ განვითარებულ სახელმწიფოს აქვს. ევროკავშირი თვითონ ღებულობდა და შეაჩერეს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო. აი, აქ არის თელი სიმართლე და ძაღლისთავიც აქაა დამარხული, რომ ჩვენ სახელმწიფოთ არ უნდა შევდგეთ. როგორც უნდა და რანაირადაც უნდა, ისე უნდა დახარჯონ ფული, შენ ის არ უნდა იცოდე. არ უნდა იცოდე, სოციალისტების ყველაზე დიდი დაპყრობის და უნივერსალურ დაპყრობას ეძახიან, რომ ისე დაიპყრო, რომ საზოგადოებამ არც კი უნდა იცოდეს, რომ დაპყრობილია. აი სააკაშვილი უგარწმუნებდა, რომ საქართველოს იყო შუქურა დემოკრატიის და ჩვენ ბედნიერ დღეში ვიყავით, გახსოვთ ხო? ამ დროს ახდებოდა რეალობაში, აი დაახლოებით ამის ცდილობები აქვთ. დიახ, აი უცხოელი პოლიტიკოსებისგან კრიტიკას რაც ეხება, თუ შეიძლება ერთ საკითხს გამოვყოფთ, იცით, ისინი ავითარებენ მოსაზრებას, რომ თუ ქართული ოცნება დარჩება ქვეყნის სათავეში, საქართველოს ვერ დაუახლოვდება ევროპას, რომ ევროკავშირის კარი დაიხურება. ეს სიმბოლოზე, როდესაც ყველაზე დიდი პროგრესი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ ოცნების ხელისუფლების პირობებში აქვს. აი, მათი განცხადებები არის თუ არა პირდაპირ მინიშნება, რომ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა. და რატომ თქვენ ახლა იმდენი პასუხი გაეცეთ თქვენ სავიკითხოს, რატომ უნდა დაბრუნდეს, რა თუნდაც ეს? რა თავში იხლიან ამ ნაციონალურ მოძრაობას? მოდიახ თქვენს გაქვთ პასუხი. ხო, ყველას აქვს ამაზე პასუხი. რა თუნდაც? იმიტომ უნდა რომ სასტრაფოდ ომში ჩაერთოს. სანამ დასრულებულა და ახლა ომი როცა ზოგადად თუ გინდათ და განვაზოგადოთ და თქვათ ის გლობალური ძალებია თქვათ თუ რა 1000-ნაირ სახელს უწოდებენ მაგას ომის პარტიასაც გლობალური ომის პარტიას ფათაშორის მე ვთქვი პირველად შეიძლება აქ და ძალიან არ მოეწონათ. გლობალური ომის პარტიას, რასაც ყველა ქვეყანაში ევროპაშიც პოლიტიკოსები, პრეზიდენტები და ყოფილი პრეზიდენტები ამათ მოიხსენებენ, deep state-ს ძალიან ბევრი მოიხსენიებს. გლობალური სიტყვა იმიზეზით დავარქვი, რომ პატარა ომის პარტია ჩვენ აგერ ხავს ნაციონალური მოძრაობა და რომ ამაში არ არევოდათ. და ის გაეგოთ რომ კიდევ არის უფრო დიდი ძალები, ამაზე დიდი, ამიტომ მოვიფიქრეთ ეს ტერმინი გლობალური. თორე რომ მოგვიფიქრები ეს ომის პარტია ყველა ნაციონალურ მოძრაობას იფიქრებდა, რომელიც აქაც არსებობს. ამისთვის უნდათ, იმიტომ გვეუბნებიან და იგივე ძალები ძირითადად და იგივე ევრობიუროკრატია იქნება თუ ამერიკელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ძალა არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი რესურსის მქონე და ჩვენ ყველა მიმართულებით მივადექით გინდათ LGBT პროპაგანდა, გინდათ სხვა უამრავი რესურსის მქონე, მათ მიუძლებათ ხელი ძალიან ბევრ ბიუროკრატზე სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში და აქ უნდა დააბრუნონ ეს ძალა, დააბრუნონ საკუთარი ვისაც მართავდნენ. მეორე დღეს ვაგა ჩახდება ომი, არ იფიქროთ რომ რაღაც გაივლიან ამის დრო აღარ არის ახლა ესე გახურებულია იქ თემა და უჭერს ომის დროს ყველას უჭერს, ხო იცით რომ ყველა მოცემულობა იცვლება ომის დროს სხვადასხვა სიტუაცია, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იქნება და შესაბამისად ის პასუხობრივი რაც არსებობს ყველაფერს გადასინჯვა უნდა და სხვანაირი სახელის დარქმევა უნდა. და ამ ფონზე რა თქმა უნდა აგრესია გამწაფდა ჩვენდანვე. თუ ადრე რაღაც მიღებულობა ქონდათ ჩვენი თქვა და მე ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები რომ ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს და გაადარებს ყველა ინტერესებს თქვენსაც. ჩვენ ამ ძალას არ მოუშვებთ. აი ეს აქაა წინამდებობა.
მთელი ამ წლების განმავლობაში კოჰაბიტაციიდან დაწყებული და დღემდე წინააღმდეგობა არის ეს, რაც გვაქვს. მაგრამ ეს იყო რბილ ფორმებში. არ იყო ანტაგონიზმი ჩვენ შორის. სანამ ომი არ დაიწყო, ომი რო დაიწყო, ფორსირებულად წავიდა ყველაფრის გადასინჯვა. თორე გახარიას კიდევ შეინახავდნენ პრინციპში. გუნდში იცოდნენ გახარია ვინც იყო. მოკლედ აი ეგ არის რა. ეს უნდათ. ეს უნდა საზოგადოება მე მგონი ძალიან კარგად გაიგო და გააცნობიერა. ამით ვართ ძალიან მაგარი ხალხი. ქართველები და საქართველოს საერთოდ პოლიტიკურად ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას შეგიძლია შეადარო და არავიზე ნაკლები საზოგადოება არ არის ზაობით ჩვენი და გაცნობიერებით. რითაც მე ძალიან ამაღი ვარ. ძალიან მაგარი ხალხი ვართ. ძალიან მოკლე დროში ყველაფერი გაიგეს. და სწორ პოზიციას იჭერენ. ძალიან მაგრად დგას ხალხი. აი ეს არის. ეს არის ერთადერთი რაც გადაგვარჩენს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა აქტიური საუბარი დაიწყო რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლის გასამართლების საკითხზე და მათი ლოგიკა ასეთია, რომ დამნაშავისთვის ხმის მიცემაც არის დანაშაული და ამიტომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ამომრჩეველმა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? მე შორსა ვარ, რა თქმა უნდა, მაგაზრისგან, მაგრამ ისევ დაუბრუნდები ამ ჩემს მოუშვიშებელ ჯერობას, ესე ვთქვათ. აი გახარიას პარტიის წევრები, აი ნუ არ ვიცი, კიდევ ვიმეორებ, რომ არასდროს შეურაცხყოფა არ მიმყენებია პოლიტიკოსის, ამ გარეწარს და ამასთან რო დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავმტკიცებთ ყველაფერს, რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა ნაციონალური მოძრაობის მოყვანას, როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც. და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველოს ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევს პასუხისმგებლობა და უკაცრი პასუხისმგებლობა. მასაც და მისი პარტიის წევრებს უფრო მეტი გაღიზიანება მათს ემაქვს. ისინი ქართული ოცნების წევრები იყვნენ ურალისობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. და დღეს რო თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთ-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი კაცს საჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. მე კიდევ ვიმეორებ, შორსა ვარ იმისგან, რომ ამორჩევლის დარჟა უნდა გააცხადოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ. სასიამოვნო თემას შევეხოთ, ესე იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ კი რამე გაახარა ქართველი ხალხი, ეს იყო აი მართლაც ისტორიული მოვლენა, ივანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ჩამობრძანება საქართველოში და მე გულწრფელად, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ამ დიდი ქველმოქმედებისთვის. და ასევე მაქვს კითხვა, საერთოდ როგორ მოხერხდა ამ საუნჯის შეძენა, იქნებ გაიხსენოთ ჩვენი მაყურებლისთვის ეს ისტორია. მე მგონი რომ მაგაზე საკმაოდ ბევრი გადაცემები გაკეთდა, გუნდმაც კარგად იმუშავა და კარგი და სწორი აქცენტები გაკეთდა ჩემი აზრით საზოგადოებაში. მე პირადად ბევრი რო არ ვისაუბრე და ზოგადად საკუთარ გაკეთებულზე ნაკლებად მიყვარს, მერც ვიტყოდი რომ თუ პოლიტიკაში მოსვლა არ მომიწევდა და მე ჩემი სოფხედულობა რაც მქონდა, ისე ცხოვრობდი როგორც მესმოდა. მე არ ვდარდობ რა თქმა უნდა პოლიტიკაში ჩემს მოსვლას. მე მქონდა რესურსი და ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის და ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ეს ჩემი სამშობლოა. ვაკეთებ მაქსიმუმს რაც შემიძლია და რა თქმა უნდა ქველმოქმედებას ის სახე ვეღარ მიეცა პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ. სხვათაშორის პირველი თვითონ ამოყარეს თუ გასულს. და დანაშაულად ჩათვალეს პირველ კი გაბიძეს აფინანსებს თურმე ამას აფინანსებს ისეთი აქცენტებით აკეთებდნენ ამას რომ აი დანაშაული აი ეს რა გიქნია რა საშინელება ჩაგიდენია. რა თქმა უნდა მე გულწრფელად ვაკეთებდი ისე როგორც ვაკეთებდი და თუ ის ხელწერა დამრჩებოდა და თუ მაინც ასაკში მომიწევდა თქვა ამაზე საუბარი სწორედ ამ აქტს გავიხსენებდი და ეს იქნებოდა ჩემი ხელწერის ყველაზე კარგი მაჩვენებელი და მეც თვითონ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს მოხერხდა და ეს გაკეთდა. 5 დღე დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე, რეფერენდუმამდე, როგორც თქვენ არაერთხელ უწოდეთ 26 ოქტომბერს და რადგან ჩვენი საუბარიც დასასრულს უახლოვდება, აი რა იქნებოდა თქვენი მთავარი გზავნილი არჩევნების წინ ქართველი ხალხის მიმართ? ეს დრო მოუწური ყველაფერი და ხმთავარზე მაინც უნდა დავხარჯოთ 5 წუთი მაინც. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ 2012 წელს ძალიან აქტიური ვიყავი, ამაზე აქტიური, რაც დღეს უფრო ახალგაზრდა ვიყავი შეიძლება და დღეს გუნდი არ მყავდა და ეს არის მიზეზი და არა ის რომ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე 2012. მე მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ ნახეთ რამდენი არჩევნები ადგილობრივი თუ საპარლამენტო ჩატარდა, მე აქტიური არ ყოფილვარ ესეთი და ასად არ დავდიოდი, რაც მიტინგებზე გამოვდიოდი და ეს არ არის შემთხვევითი და ეს არ არის ჩემი ახირება. სიტუაცია არის ძალიან რთული. მე დღესაც მინდა სიამაყით გავიხსენო და სიყვარულით გავიხსენო ყველა ის ამომრჩეველი, ვინც მომისმინა. მახსოვს, ახლა არ მინდა ემოციებში დავიდოდ, ცრემლები წამომია რომ გადავიხადე მოედანზე რა ხდებოდა 29 სექტემბერს. ის იყო გადამწყვეტი ბრძოლისთვის. დამიჯერეს და გამოვიდნენ. ყავარჯინებით გამოვიდა ხალხი. 2 დღით ადრე. ამ ხელათ ავყრილობა არც ერთ პოლიტიკოს არ ქონია არასდროს.
9 მილიონზე მეტი ადამიანი იდგა. და ამათ როდესაც დათვლა შეაჩერეს, გახსოვს, კომპიუტერები გაფუჭდა და დათვლა შეაჩერეს. მე მქონდა მაშინ ძალიან სერიოზული შეხვედრები. ყველა ხელზე მეკაჩებოდნენ. 59 შენ და 51 იქეთ და მე შენი იქნება ყველაფერი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩემ პოზიციაზე არ ვისაუბრებ. რა შვიდობით წამსვლელი იყო, სად წამსვლელები იყვნენ. ვაჩვენე რომ არაფერი არ გამოვა. არანებით ძალით გადავტეხავთ. აი ამაშინ წავიდნენ და მათ ბელაც აუხსნეს რომ ეგრე არ გამოგივა და დღეს რომ ტრაბახობენ რომ ესენი წავიდნენ შვიდობიანად ეს აწამსვლელები იყვნენ გზა არ დაუტოვეთ და გზა არ დაუტოვეს ამ ხალხმა ვინც გადაჭედა ყველა ფილარმონიამდე იყო და იქ ბარათაშვილის ხიდამდე იდგა ხალხი ცენტრზე აღარ ვსაუბრობ ხო ამათ შორის ეს შევსებული იყო 9 მილიონზე მეტი იყო ადამიანი აი ამან მოიგო სიტუაცია ეს გვაქვს დღესაც დესმიდა რომ უთხოვო ხალხს რატო არ გამოვდიოდი მანამდე განაც სიტუაცია იყო თქვათ გასახარელი და საამაყო წინაარჩევნებზე და იმის წინაარჩევნებზე კიდევ მაგრამ არ იყო ესეთი სახიფათო არ იყო ომი ამ ომმა შეცვალა ყველაფერი ომი არ იყო ჩვენს გვერდით ძალიან სახიფათო სიტუაციაა ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამიტომ მინდა იგივე ხალხს ვისაც ქვეყანა უყვარს ვინც ქვეყნის პატრიოტია გამოდით არ დაიზაროთ არ დაიზაროთ ამის შემდგომ შეიძლება მეტი ძალდატანება აღარ დაგვშვიდეთ ჩვენ საბოლოოდ შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ის რაც ჩვენ თქვით ვის გავასამართლებთ რას გავაკეთებთ და ბევრ გამოსვლებში აქ აღარ გამიმეორებ განსაკუთრებული სიტუაციაა დღეს სანამ ომი დასრულებულა არ მოგწონს ტივანიშვილი კი ბატონო მე შემიძლია ოდესღაც თუ რამე ისეც მეთქვია ბოდიშსაც მოვიხდი არ მოგწონს კობახიძე არ მოგწონს ქართული ოცნება კი ბატონო მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს გამოდი დღეს არ არის იმარჩევანის დღე რომ ვიღაც ახლონაც მათ ჩემს მეუღლეს უთხრა რომ მე შეიძლება მიცო ქართულ ოცნებას ხმაო თუმცა აი რიტორიკა ბევრის არ მოწონს ჩვენს გუნდშიო ამის დრო არა შეიძლება არჩევანი მოგეცემათ გარწმუნებთ მე არაფერი არ მომიტყვებიან იმაზე მეტი გავაკეთეთ რასაც ველოდი სხვათა შორის ამ წლებში მე თვითონ ძალიან ამაღი ვარ საოცარი შედეგები გვაქვს გარწმუნებთ რომ აი ეხლა მივიღოთ ჩვენ ლეგიტიმაცია უმაღლესი საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩემი ახირება არაა ეს აუცილებელია იმისთვის რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს ეს ბოროტი ძალა გაუშვათ სახიფათოა ჩვენ დანისწორზე სიარულის დრო აღარა გვაქვს ყველაფერს რო თავი დავანებოთ მე პატარა ბიჭი აღარა ვარ ხო 70-ს გავხდები მალე ეს პატარა ატრიბუტია ძალიან დიდი ხიფათია ჩვენ სიტუაცია შეგვიძლია ახლა შევცვალოთ ხარისხობრივად ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო უმრავლესობა ვისაც გიყვარს ქვეყანა არ მოგწონს ივანიშვილიც კი გამოდით და ხმამიეცით ერთადერთ ძალას სამწუხაროდ არ აგებთ არჩევანი და ბოდიშს მოვიხდით ამაზე მაგრამ ეს არ არის ჩემი ბრალეულობა გექნებათ არჩევანი ამის შემდგომ თქვენ გექნებათ არჩევანი არა ქართული ოცნება არამედ მსგავსი და უკეთესი აირჩიოთ აი ამ სიტუაციას შევქმნით ჩვენ შემდეგი არჩევნებისთვის ოპოზიცია იმდენ იქნება რამდენიც გვინდა ეს არ არის ოპოზიცია ხალხო ეს ბოროტი ძალა ეს ქვეყნის ტერი ძალა ამას ქვეყანა ეზიზღება არც ერთ საქართველოს არ უყვარს ამას ვებზვით ჩვენ 12 წელი და აქ რო ფეხი გადაგვიცეს კიდევ სადღაც ქვეყანა აღარ დაგვრჩება ამიტომაც მინდა რომ გაგებით მოეკიდონ ყველაფერს ამას და ვისაც ქვეყანა უყვარს და ვინც პატრიოტია გამოვიდეს არჩევნებზე არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი ამ ძალის დანახვა ვისაც უნდა ელემენტარული აზროვნება აქვს ვინ არის ეს 4-ვე ძალა ეს ერთი და იგივე ძალაა ესენი უარესები არიან ეს ორი ძალა ვინც შემო ახალი პარტიები არიან თითქოს ახლა არ მომბობ გვარამიაზე რა თქმა უნდა ესენი სასაცილოები არიან ელემენტარულად და მე გვარამია მელი ახლა ნაციონალურ მოძრაობა აღარა სტილობს მათი პატრონინო როგორმე მოატყუოს საზოგადოება ამიტომ გადაალაგეს ესენი ყველანი თორემ ხაზარაძე რა განყო მაგათგან იყო სულ და ყველაზე მძიმე საქმეებს უსრულებდა და დღესაც ჩვენივრად იცის რა უნდა გააკეთოს და მზად არის ამაზე ეს კაცი ხვალვე ჩართავს ქვეყანას ომში რა პრობლემაა ამიტომ მე არ მაქვს მხოლოდ მე ბოდიში მოსახდელი რომ არჩევნის საშუალება ვერ მოგეცით 12 წლის განმავლობაში რეალურად მარტივი გასაკეთებელი არჩევანი თუ გიყვარს ქვეყანა არჩევანი მარტივია თუ გინდა რაღაც უბედურება მიიღო ესეც ძალიან მარტივი გასაგებია ამიტომ ყველას მას ვისაც ქვეყანა უყვარს უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე უნდა მისცენ ხმა და მე ვაძლევ პირობას რომ შემდეგ არჩევნებზე მათ ეკნებათ არჩევის გაკეთების საშუალება კარგსა და უკეთეს შორის არ უნდათ ქართული ოცნება კი ბატონო მაგრამ უყვარდეს ქვეყანა ვინც ქვეყანას მიხედავს ისაიდში მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის